ნანახით და მოსმენილით გამოწვეულ აღრთოვანებას ვერ მალავდა ვერც ერთი ადამიანი, რომელიც კონცერტს უშუალოდ პიაცას მოედანზე ადევნებდა თვალს. მათი აზრით, ამის შემდეგ ბათუმში სხვა ცნობილი მუსიკოსებიც ჩამოვლენ. ლეგენდარული შემსრულებლების კონცერტს დაესწრო რეჟისორი რენი ჰარლინიც. კონცერტის მიმდინარეობისას განსაკუთრებით გაუმართლა 10 წლის ლუკას, რომელიც ლეგენდარულმა შემსრულებლებმა სცენაზე აიყვანეს. საღამო გრანდიოზული ფეერვერკით დასრულდა. ის რომ აქ ეს კონცერტი შედგა, მეორე ბეზიქნება ბევრი კარებების გამხსნელი სხვა მუსიკოსებისთვის. თვითონ ვიცი რომ ძალიან კმაყოფილები არიან, არც დაუმალიათ. ძალიან მოეწონათ მსმენელის რეაქცია, მსმენელის ცოდნა თუ შეამჩნიეთ ყოველი ნაწარმოების დაკვირვისას იმ წუთას ოვაცია ეწყებოდა, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რას უკრავდნენ. კარგი იყო, კონცერტი ძველ ქალაქ ბათუმში ძალიან ლამაზი საყურებელია. ადგილიც არაჩვეულებრივად იყო შერჩეული, შემსრულებლები უმაღლესი დონის, ხოლო ხალხი საოცარი ენთუზიაზმით ახსავსე. ჩემი აზრით, ქალაქის რეპუტაცია ამით საკმაოდ გაიზარდა და უფრო მეტ მუსიკოს მოუნდება აქ ჩამოსვლა. ეს რომ შესანიშნავი ადგილია. ასეთი ემოციები ძალიან დიდი ხანია ამ მქონია, იმიტომ რომ ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსები, სტინგზე რომ არაფერი ვთქვათ. და ძალიან მიხარია რომ ბათუმში ჩამოდიან მაღალი რანგის მუსიკოსები და ეს არის ძალიან კარგი და ჩვენთვის არის ძალიან კარგი. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს კონცერტი გვაჩუქა. აღთვალებული ვარ ყველაფრით. აი თვითონ ეს ინტერიერია საოცარი, მუსიკოსები არ ვიცი, აღთვალებულია. მე ვარ ნამყოფი ამ მუსიკოსების კონცერტზე ისრაელში, თბილისშიც. მაგრამ აი ემოცია არის საოცარი. შინებული ვიყავი. აი უშუალებელი პასუხისმგებლობა ეგეც ყავდა იმჯდომა და დაკვრა. აი ამ შემთხვევაში ახლა მთელი კონცერტი ჩაიშლებოდა და ძალიან პასუხისმგებლობა.